მასში, ანუ ქრისტეში ვპოვეთ კიდევაც მემკვიდრეობა წინასწარ და მემკვიდრეობათან წინასწარ განწესებულება. წინასწარ ჩვენ ადგილი გვაქვს. მამაჩემის სახლში მრავალი სავანია. წინასწარ განწესებულება მისი განჩინების თანახმად. მისი განჩინება, მისი აბსოლუტური შეუვალი ნება, ნებისაებრ განჩინება. რას ნიშნავს ეს? და იგი ყოველივე სიკვს თავისი ნების გადაწყვეტილებით, ესე იგი მისი განჩინებაა, რასაც უნდა იმას გააკეთებს თავის ნების გადაწყვეტილებით, თუ ჩვენ მას დავემორჩილებით, ხდებით მემკვიდრენი, ანუ მისი მემკვიდრე. მისი მემკვიდრე. უბრალოდ ამ სამყაროში შემავალი რაღაც ნაწილაკი კი არა. მისი მემკვიდრე ხდებით, რა ხდება ამ დროს? რათა ვიყოთ მისი დიდების საქებად ჩვენ. რას ნიშნავს მისი დიდების საქება? ყაში ჭირდება ღმერთს თეოდორეს ქება. ეს ჭირდება არა ღმერთს, არა მე მჭირდება. ესე ის ნიშნავს მისი დიდების საქებად ამ სამყაროში ხდები მისი მემკვიდრე. მისი დიდების საქებად ნიშნავს, რომ მე ვხედავ, მე ცხოველი არა ვარ. მე ვხედავ ღმერთს, მის დიდებულებას და მასთან კავშირი მაქვს პიროვნული. მე ვხედავ მას და აღფრთოვანებული და უბედნიერესი ვარ მასთან კავშირით, მისი დიდებულებით და ამ დიდებულების აღქმელი, იმიტომ ვარ, რომ რატო ვარ მე ამ დიდებულების აღქმელი? ამას იოანე მოციქულის ცემს პასუხს, იმიტომ რომ მეც ისეთი ვარ, როგორიც ის არის. მისი მსგავსი ვარ, გესმით? მე დავინახე, რომ და ეგეთი ვარ მეც, გესმის? მისი მადლით, მისი წყალობით. აი ეს ადგილი მაქვს. ეს ადგილი მაქვს სამყაროში